მოგესალმებით მეგობრებო, დილა მშვიდობისა, მინდა ყველასა შუადღე მშვიდობისა, უკვე დილაც აღარავი ჩვენთან არის უკვე შუადღე და მინდა ყველა მოგიკითხოთ ჯერ დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა. და მინდა ასეთი რამე ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვმართებს ერთმანეთის პატივისცემა, თანადგომა, სიყვარული და ბევრად კიდე რა უნდა ვაკეთოთ, არავის არ გვეშლება, ხო? სიკეთე და სიკეთე. თავარი რა არის ჩვენში, რომ ჩვენ ვართ კომუნალური ადამიანები, ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, დავაფასოთ, პატივივცეთ, რადგან ღმერთის სიყვარულია, ნახეთ როგორ არის და როდესაც ჩვენ ეკლესიაში დავდივართ კიდე ადამიანები ვლოცულობთ და რა თქმა უნდა ეხლა ყველას უკვირს უკეთი საიდან გახდი ამხელა პოპულარული ადამიანი რომ მთელი მსოფლიო ცნობადი სახე ხარ უკვე მთელ მსოფლიო გიცნობს და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვას შენს ყველა სოციალურ ქსელს. ანუ ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა იქიდან რომ მე ვგალობდი ტაძარში ეკლესიაში დავდივარ ხოლმე კარგად მიყურებთ. მე ვარ მრევლი, ვარ მორწმუნე ადამიანი, მე დავითნეც ვიყავი ეკლესიაში ყველა მიცნობს აბსოლუტურად რომ ჩემი დღე იწყებოდა ყოველი დილა წირვა ლოცვით და რა თქმა უნდა უფალი გახელოვნებს უკვე ადამიანს და ღვთის ნიჭით ჯილდოვდება ადამიანი. ეს არის სულიწმიდის მადლი და ძალა გადასული. თუ შენში შინაგანი რწმენა არ არის და თუ შენში ღვთის სინანული და შიში არ სუფევს, მადლს ვერ მიიღებ და წყალობას ვერ მიიღებ. და რაც შემიძლია რომ მე ვისაუბრო თქვენთან ძალიან კარგ თემაზე. აი და უნდა გასვლა მეწევს თან ცოტა ისე ვარ ახლა რომ ეს არის რა ქვია. მოდი აქედან დავჯდები რომ აქედან უფრო ლამაზად იყოს ყველაფერი უკვე ვეღარ ვიგებ დღე რო არის არ ჩანს ისე ყველაფერი. ხო და აი მე ვისაუბრებ ახლა თქვენთან რა თემაზე მეგობრებო. ძალიან ბევრს მოსწონს ხოლმე ჩემთან გასაუბრებები. პირველ რიგში ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ, რომ ერთმანეთი არ უნდა განვიკითხოთ. ღმერთის სიყვარულია ვიძახით და საქართველო არის მართლმადიდებელი ქრისტიანი კუთხე. ჩვენ გვაქვს ერთი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომელსაც ვერ ვფრთხილდებით, ვერც საქართველოს, ვერც ადამიანებს, რადგან ჩვენ არა გვაქვს ის ადამიანური განცდა, ის კულტურა და ზნეობა, როგორც უნდა ვიყოთ ჩამოყალიბებული ნამდვილი ქართველები. ჩვენში არ არსებული არის, ჩვენში რა არის იცი, აი გეტყვის ზოგადად ხა ზოგიერთ ადამიანზე არის მეობა, ამპარტავნება, ანუ ანგარება, რაც დამანგრეველია ადამიანის ცხოვრებაში და სულიერ ცხოვრებას ანგრევს. ამ ქვეყნიურად თუ რაღაცას აკეთებდა ხარობა მეობით, ბოლოში ჯოჯოხეთი დაგიმკვიდრდება. იმიტომ შენ უნდა იფიქრო, ჩვენ ეკლესიური ხალხი, ჩვენ მარადიულ სასუფეველზე ვფიქრობთ, რომ რათა აქედან რო გავალთ და გარდავიცვლებით, ჩვენ უნდა დავმკვიდრდეთ უკვე უფლის წინაშე და ჩვენ იქ მოგვეთხოვება თითოეულს მისია რა დაკისრებულიცა გვაქვს. რაც ოდესაც ჩავიდეთ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საშინელი სამსჯავროს წინაშე რო წავსდგებით, იქ მოგვეთხოვება ყველას პასუხი. ამიტომ მინდა ასეთი რამე ვთქვა. პირველ რიგში ქართველებს გვიყვარდეს ერთმანეთი. მე არ შემიძლია რომ აი ვინმეზე ცუდი ვილაპარაკო, ვინმე დავაბულინგო, ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო. ყველა დღეს სიკეთით და პოზიტივით ვიწყებე. ჩემი დღე ნათელი ხდება, როდესაც მე ვიღიმები საქართველოს იღიმება და ჩემი ხალხი, ვინც ჩემი ფლოვერები არიან და ჩემს გარშემოწრიალებენ უამრავი საზოგადოება და უყვართ ჩემი ლაივების სიმღერები, ყველანი რომ სიყვარულს და სითბოს აფქვევენ. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ჩემს საზოგადო მოღვაწეს, მოქალაქეს, ქალაქში და დაბაში მაცხოვრებელს და აი ამ სიყვარულით და სიკეთით მინდა ყველას გესურვოთ ის ლამაზი ბედნიერი დღე, რაც ადამიანს ახალიზებს ცხოვრებაში. ჩვენში პირველი არის სიკეთე, ბედნიერება და სიხარული და უფლის ლოცვა კურთხევა. მიყვარხართ მეგობრებო ძალიან. თქვენ ხართ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტები, ჩემი ფლოვერები და ჩემი მეგობრები და ამიტომ ეს ყვავილები თქვენ ჩემგან დიდი სიყვარულით ასევე გულგჩუქნით აქედან. ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს პატივივცეთ, ერთმანეთს მხარში ამოვდგეთ. ჩვენი ლოზუნგი არის ღიმილიანი საქართველო, ღიმილიანი ქვეყანა, ღიმილიანი სამყარო, ღიმილიანი ბუნება, ნომერი 7.